ტრაგიკული დღეა სინამდვილეში, იმიტომ რომ შეეწირა იუნკერები, ახალგაზრდა პირდიტველა ბიჭები, საქართველოს მომავალი გენოფონდი, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც ღალატს ჰქონდა ადგილი, დროებით მენშევიკური მთავრობა გაიქცა და ესენი დატოვა პირისპირ შემოსული მე-11 არმიის წინაშე. ახლა ჩვენ ერთი თავისუფლება კიდევ მოვიპოვეთ 91 წელს, მაგრამ შემდეგში როგორ განვითარდა და რით დამთავრდა ფაქტის სახეზეა. 25 თებერვალს წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. ის რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მესამე დღეს 28 მაისს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყნის სუვერენიტეტი მთლიანად თავიდან ბოლომდე გადააბარა გერმანიის საოკუპაციო ჯარებს ფოთის ხელშეკრულებით. ამაზე რატომღაც არავინ არ საუბრობს. ამაზე არავინ არ საუბრობს, რომ დროებით მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ თურქეთს გადაულოცა დაოკლარჯეთი მთლიანად. ამაზე რატომღაც ჩუმად არიან. და შემდგომ განვითარებულ პროცესებში 1920 წელში დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება 7 მაისს. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა საქართველოს უღიარა დაოკლარჯეთი და დაუდგინა საზღვრები ფსოუდან საინგილოს ჩათვლით და ჩრდილოეთიდან ლორეს ჩათვლით. მაგრამ უკვე გერმანიის საოკუპაციო ჯარები, როდესაც ჩაანაცვლა ინგლისის მთავრობა 1920 წლის ნოემბერში მათი წაქეზებით სომხეთმა დაიწყო შეტევა სადახლოს მიმართულებით, რაშიც ჩაერთო საქართველოს ჯარი და ჩვენი ხედართმთავრების თავოსნობით და ჯარის მეშვეობით ფაქტიურად ქართული ჯარი ერევანში წავიდა, მაგრამ ინგლისის მთავრობამ უკან გამოაწვევინა ეს ჯარი და აღიარებინა ლორეტაშირი როგორც სომხეთის საკუთრება. აი ეს არის დასავლეთის მოღალატური პერიოდი. კიდევ დათქმა იყო იმ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაში, რომ საქართველო არ უნდა გამხდარიყო რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმი, აქ არ უნდა ყოფილიყო შემოსული ის დაჯგუფებები, პოლიტიკური პარტიები, ბურჟუაზიული ხელისუფლებები აზერბაიჯანიდან, სასონხეთიდან, რომელიც მოახდენდა რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს. ასევე გაფრთხილებული იყო, რომ არ უნდა დაეპატიმრებინა და არ უნდა ეკრძალათ საქართველოში ბოლშევიკური პარტიის საქმიანობა და არ უნდა ეკრძალათ გაზეთ ისკრის გამოცემა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ ეს პირობები დაარღვია და უკვე საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაქტიურად ხდებოდა ქვეყნის განსახელმწიფოებრიობა. თურქეთი აქეთ მესხეთისკენ მოიწევდა და იმ პერიოდისათვის საზღვრები უკვე ახალქალაქ ახალციხეზე დაკავებული ჰქონდა და აქეთ შემოდიოდნენ უკვე ბორჯომის ხეობისკენ აპირებდნენ და აი ამ დროს მოხდა რუსეთის ჯარის შემოსვლა. ეს რა თქმა უნდა აქედან შეხედვით ოკუპაციას წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტიურად მან იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციისგან, სომხეთის და აზერბაიჯანის ოკუპაციისგან. იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე გაწეთლებული იყო, იქ უკვე კომუნისტური რეჟიმი იყო მოსული და რა თქმა უნდა ეხლა იქ მარტო სტალინი და ორჯონიკიძე იმდას ვერ იზამდნენ, რომ ეს საქართველო ყოფილიყო კონფრონტაციის კერა რუსეთის წინააღმდეგ და თავისთავად მოხდებოდა მათი დალაშქრა და ასეც მოხდა. მე-11 არმია შემოვიდა ზაქათალის მიმართულებიდან და წითელი ხიდის მიმართულებიდან. ასე რომ მე პატივს მივაგებ იმ იუნკერებს, რომლებმაც ნამდვილად ვაჟკაცურად დაიცვას ქვეყნის ინტერესები,
მაგრამ ისინი გახდნენ მენშევიკური მთავრობის ხალატის მსხვერპლი. რაც იგივე განმეორდა 2008 წელს, როდესაც ამერიკის დავალებით სააკაშვილმა დაიწყო გაუაზრებელი თავდასხმა ცხინვალის რეგიონზე და აქაც უდანაშაულო ბიჭების, სამშობლოს მოყვარული პატრიოტი ბიჭების სიცოცხლე შეეწირა უაზროდ. და ეს პროცესი გრძელდება, აი ესეთი უაზრო ქმედებები გრძელდება. უკვე რამდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდეგ, სადღაც უკვე 20 წელი შესრულდება 3 წელიწადში და ამიტომ დროა უკვე რომ ქვეყანამ ეს თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს არა საომარი გზით ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი, არამედ სახალხო დიპლომატიის გზებით, ვიდრე ამის საშუალება არის და ვიდრე ხელისუფლება ოფიციალურად დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთან 3-3 ფორმატის შემადგენლობაში და ბატონ ნიკოლოზ ერთი მინდა 3-3 ფორმატის ირგვლივ მაგაზე მე ვილაპარაკებ ჩვენ ახლა ბატონო დავით თქვენ ახლა ამით ხوار ვამთავრებ თქვენ დასაუბარს. გადაცემა გრძელდება. ანუ ყველაფერს ერთბაშად ნუ ვიმიტყვით, იმიტომ რომ დრო გვაქვს, იმიტომ რომ